მოგესალმებით, მე გახლავართ თემურ ბუაძე და ვაგრძელებ ლექციათა სერიას ქრისტიანული სორხდელობის ძირითადი ელემენტები. დღევანდელი ჩემი ლექციის თემა ბუდიზმი და ინდუიზმი. მე ხა გავიმეორებ იმას, რაც წინა ლექციაში ვთქვი. აქ ჩემი მიზანი არ არის ვილაპარაკო აი ამ რელიგიების ფენომენალურ ასპექტზე, როგორ გავრცელდა, როგორ წარმოიშვა ისინი, რა არის მათი მოძღვრების ძირითადი ელემენტები და ასე შემდეგ. მე მაინტერესებს ჩემ ლექციებზე აჩვენო თუ როგორ გვარდება სწორი რელიგიურობა, სწორი რელიგიური სულიერება. და ამ მიზნით წინა ლექციაზე ვთქვით, რომ რელიგიები გავყავით ორ ნაწილად. ერთი ეგრეთ წოდებული კრეაციონისტული ტიპის რელიგიები და მეორე მანიფესტაციური ტიპის რელიგიები. ეს ორი განსხვავებული ტიპის რელიგიები სხვადასხვანაირად გვარდება, მაგრამ თუ გავიმეორებ სერაფიმე როუზის სიტყვებს, ისინი მომავლის რელიგიები, ანუ რას ნიშნავს ეს, რას რო გავა და რაც უფრო დაიწყებს დეგრადირებას. ქრისტიანობა მით უფრო მიემსგავსება მათ, აი ამას გულისხმობდა სერაფიმ როუზი აი ამ მომავლის რელიგიებში. ამ ლექციაზე მინდა ვილაპარაკო, როგორ ხდება მექანიზმი რა არის ამ დეგრადაციის, ანუ იდეოლოგიზაციისა და რატომ არის მიმზიდველი და რა საშიშროებებს შეიცავს. მანამდე სანამ უშოთ გადავიდოდე ჩემს ლექციას, მინდა შეგახსენოთ. ჩვენ რა ვთქვით წინა ლექციაზე, რომ კრეაციონისტული ტიპის რელიგიებს აქვს მიდრეკილება პოლიტიზაციისაკენ. და ეს ახსენით როგორ, უბრალოდ რომ გავიმეოროთ. კრეაციონისტული ტიპის რელიგიები ეფუძნება როგორ სწავლებას, რომ ღმერთი არის ყოვლის შემძლე მამა და რომელიც არაფრისაგან წარმოქმნის ამ სამყაროს და ადამიანსაც. და ადამიანს ქმნის თავისუფალ პიროვნებას, თვითონ თავისუფალი პიროვნებაა და ადამიანის თავისუფალი პიროვნება. ღმერთი ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე ქმნის ამ სამყაროს და ადამიანს. აი წარმოგიდგენთ ადამიანს არა აქვს ონტოლოგიური აუცილებლობა, რომ ცოლი მოიყვანოს და შვილები გააჩინოს, ხომ? შეუძლია ამის გარეშე იცხოვროს, მაგრამ ამას აკეთებს, იმიტომ რომ უნდა ვიღაცა უყვარდეს. სიყვარულს თავისი ლოგიკა აქვს, სიყვარული ეძებს თავის ობიექტს. აი ღმერთთანაც იგივეა. ღმერთს არაფერში არ ჭირდებოდა ეს სამყარო, მაგრამ შექმნა სიყვარულისთვის. და შექმნა ადამიანი თავისუფალი არსება, რომელსაც პატივს სცემს. აი როგორ წარმოგიდგენთ მამა, რომელსაც უყვარს შვილი და ეუბნება, რომ მე შენ მოგცემ ყველაფერს, რომ შენ კარგი ადამიანი გაიზარდო, კარგად ისწავლო და კარგ მოქალაქედ ჩამოყალიბდე და მართლაც აძლევს ფულს. მაგრამ თუ კი შეამჩნევს, რომ აი ეს მისი შვილი, ფულს თუ დახმარებას სულად იყენებს, მაშინ შეუწყვეტს მას, იმიტომ კი არა, რომ შვილი არ უყვარს, პირიქით, იმიტომ რომ რა კი უყვარს, უბრალოდ ამიტომ შეუწყვეტს. აი ეს არის კონტრაქტის ლოგიკა. აღთქმის ლოგიკა, რაც ღმერთმა დაუდო მის მიერ შექმნილ ადამიანებს. რომ თუ კი ისინი შეასრულებდნენ უფლის ცნებებს, მისცემდა მათ ყველაფერს, შეეწევდა და აბსოლუტურად ყველაფერს, მაგრამ თუ კი თუნდაც გამოიყენებდნენ ღმერთის წყალობას, მაშინ შეუწყვეტდა ამ წყალობას. მე როდესაც ეს შვილი გაიზრდება და მამამისი ხედავს, რომ ჩამოყალიბდა კარგ პიროვნებას, მასთან უკვე არავითარ პირობებს აღარ დებს და ერთი საერთო ინტერესებით იწყებენ ცხოვრებას, იმიტომ რომ მისმა გაზრდელმა შვილმა უკვე იცის რა არის კარგი და რა არის ცუდი. აი ზუსტად იგივე ლოგიკაა ჩვენ თქვით ქრისტიანობაში. ღმერთი ადამიანებს აძლევს აი მცნებებს, რომელსაც ისინი უნდა დაემორჩილონ, რომელიც აღქმისაა. იმიტომ რომ ადამიანმა თავი შეიკავოს ბროტის კეთებისაგან. ათი მცნება ხო ესაა, ეს არის პარიპარო, არის ქურდო, ცილი არ სწამო და ასე შემდეგ. აი როდესაც ადამიანი გამტკიცდება მერე სიკეთეში, მერე იწყება უკვე სინერგიული პროცესი, ჩვენ თქვით მართლმადიდებლობა, სინერგიული ქრისტიანობა. ანუ უკვე თანამშრომლობა უფალთან, როდესაც ადამიანმა იცის, სად მოიძიოს ბედნიერება, სად არის, როგორც არის, რა არის სწორი ცხოვრება, აი ეს უკვე გადადის კონტრაქტული იდეოლოგიას, გადადის თანამოქმედებაში, სინერგიულ ქრისტიანობაში. მაგრამ ეს ეფუძნება რას? საკუთარი ცოდვების ხედვას, იმიტომ რომ ღმერთი არა მარტო მამა, არამედ ექიმიცაა. ჩვენ ღმერთისაგან ვეძებთ განკურნებას და ადამიანი რომ განიკურნოს, უპირველეს ყოვლისა რა უნდა იცოდეს, რომ ზოგადად და ექიმთან მივიდეს, ხო? ამიტომ ვითხოვს ჩვენ წინა ლექციებზე თქვით, რომ ქრისტიანობა ეს არის სინანულის კულტურა. ადამიანმა მისი ცხოვრებით უნდა ისწავლოს უპირველეს ყოვლისა საკუთარი ცოდვების დანახვა. და მაშინ ღმერთი განკურნავს მას. მაგრამ როდესაც ქრისტიანობა დეგრადირდება, ანუ იკარგება ეს საკუთარი ცოდვების ხედვის კულტურა, მაშინ ადამიანები იწყებენ ცოდვის დანახვას სხვაში. როგორც ეს ადამს და ევას მოუვიდა ცოდვის დაცემის. და როდესაც სხვაში ხედავენ ცოდვას, ჩვენს გარეთ მყოფი ცოდვის, სოციალური იქნება ეს თუ ინდივიდუალური, მის წინააღმდეგ საბრძოლად ყველაზე ეფექტური საშუალება ეს არის სახელმწიფო და იწყება აი ასე პოლიტიზაცია რელიგიისა. ქრისტიანები ნომინალურად ქრისტიანებად რჩებიან, მაგრამ მათი რელიგიური ენერგია მიმართული არა საკუთარი ცოდვების წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ სხვის წინააღმდეგ
ძალის გამოყენება და იძულება. მადლისმიერი ქრისტიანობა ეს არის შინაგანი გარდაქმნაზე ორიენტირებული მადლის მიერ. და როდესაც ადამიანს ეკარგება ეს სულიერება, მაშინ იწყებს ინსტიტუციონალურად ბრძოლას მის გარეთ ყოფი ბოროტების წინააღმდეგ და ამიტომ ხდება პოლიტიზაცია და ხსენეთ მაშინ ჩვენ რა ვთქვით რომ როდესაც სახელმწიფო ძლიერია, მაშინ პოლიტიზაცია ხდება როგორ? ადამიანები ფიქრობენ რომ ჩვენ ღმერთის საქმეს დედამიწაზე გააკეთეს ძლიერი სახელმწიფო პოლიტიკური ელიტა. ამ დროს ხდება იუდაიზაცია, როგორც იუდეველებს სწავს. თუ კი სახელმწიფო სუსტია და სახელმწიფო ინსტიტუტების იმედი არა აქვს, მაშინ ხდება თეოკრატიზაცია. ანუ რა ეკლესია ცდილობს დაიპყრობს ადამიანური ყოფის ყველა სფერო და ეგ დააწესოს წესები და ეს არის ისლამიზაციის მოდელი. და ჩვენ ვთქვით რომ როდესაც კრიზისული პერიოდი დგებოდა ქრისტიანობაში, მოიყვანეთ მაგალითები ლათინური ამერიკის, თქვა და კათოლიკური ეკლესიის, სერგიანული ეკლესიის, რუსეთის და ასე შემდეგ როგორ ხდება ან ისლამიზაცია, ან იუდაიზაცია ქრისტიანობისა. ეს საფრთხე ჩვენთან არსებობს. მე კიდე მინდა აღვნიშნო, ჩემი მიზანი არ არის ვინც ადეპტები არიან, მიმდევარნი არიან ამ რელიგიებისა, მათი კამათის. არ თვითონ პროზელიტიზმით არ ვარ დაკავებული. ჩემი მიზანი არ არის რომელიმე ეკლესიის, რომელიმე სწავლების, რომელიმე რელიგიის კონფესიის კრიტიკა. ჩემი მიზანია უბრალოდ ვაჩვენო რა საფრთხე დევს ჩვენს წინაშე. თუ ხიზლად არ ვიქნებ. ეხლა არსებობს როგორც გითხრათ მეორე ტიპის რელიგიები, რომლებიც სხვანაირად გვარდებიან. და მე გეტყვით ეს საიდან რატომ წარმოიშვება ეს. მეორე ტიპის რელიგიები არის ეგრეთ წოდებული მანიფესტაციური ტიპის რელიგიები. ეს სახელიდან ჩანს თვითონ რაც ნიშნავს იგი. თუ კი კრეაციონიზმში ღმერთი არაფრისაგან ქმნიდა სამყაროს და სამყარო განსხვავდება ღმერთისაგან, მანიფესტაციური ტიპის რელიგიებში ეს სამყარო არის ღმერთის უშუალო გამოვლინება. ღმერთის სიბრძნე და ძალა კი არ ვლინდება ამ სამყაროში, არამედ ვლინდება თავად ღმერთი. ესეთი მაგალითი რომ მოიყოთ ელექტროენერგიის მაგალითი. ელექტროენერგიას აქვს უამრავი გამოვლინება. ვლინდება სითბოში, მაცივარში ვლინდება როგორც სიცივე, ტელევიზორში ვლინდება როგორც გამოსახულება, კომპიუტერში როგორც ვირტუალური სამყარო, გამათბობებში როგორც სითბოს და ასე შემდეგ. ერთია ელექტროენერგია, მაგრამ მას აქვს უამრავი გამოვლინება, უამრავი. ნატურალს ხომ? სინათლე. ზუსტად ესეა ამბობენ მანიფესტაციური ტიპის რელიგიის წარმომადგენლები, რომ ყველაფერი აბსოლუტურად ღმერთის გამოვლინებაა. არსებობს ერთი სიტყვა, რომელიც ამ რელიგიურ ფილოსოფიას აღწერს, ეს არის პანთეიზმი. კომპოზიტია სიტყვა პან ნიშნავს ყველაფერი თეოს ღმერთი, ანუ ყველაფერი ღმერთია. პანთეისტური ფილოსოფია აღმოსავლური რელიგიებია, ჩვენ ამაზე ვილაპარაკებთ, ინდუიზმი და ბუდიზმი წარმოადგენს პანთეისტური რელიგიის საუკეთესო წარმომადგენლებს, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ პანთეიზმი არის მხოლოდ აღმოსავლეთში. არ არსებობს კულტურები ისტორია, როდესაც არ არსებობდნენ ეს პანთეისტები, თვით ქრისტიანობის წიაღშიც კი უზარმაზარი, თავის თავს ქრისტიან ფილოსოფოს ეძახის ძალიან ავტორიტეტული ჰეგელი იყო პანთეისტი. პანთეისტი იყო სპინოზა, პანთეისტი იყო შოპენგაუერი, პანთეისტები იყვნენ ძველი სტოელები. პანთეისტური ელემენტები არის პლატონთან და ასე შემდეგ. პანთეისტური რელიგიების არსი რო გავიგოთ, უნდა შევისწავლოთ ბუდიზმი და ინდუიზმი. რატომ ვაკეთებთ ამას? იმიტომ რომ ჩვენ ახსენეთ სერაფიმ როუზი. სერაფიმ როუზი ლაპარაკობდა რომ მომავლის რელიგიაა ეს ინდუიზმი და ბუდიზმი, ანუ ძალიან ბევრი ადამიანი გახდება ბუდიზმი. თუ ნომინალურად არ გახდება ბუდიზმი, ქრისტიანობა შეიძლება დაუახლოვდეს. ძალიან ბევრი ქრისტიანი ფილოსოფოსია, რომელსაც სურდა ქრისტიანობა დაეახლოვებინა ინდუისტთან და ბუდისტთან. აი მაგალითად თომას მერტონი. ეს იყო ბერი კათოლიკე, რომელიც ცდილობდა აი ბუდისტური ელემენტების შემოეტანა ქრისტიანობაში. როცა სერაფიმ როუზი ლაპარაკობს, რომ ძალიან გავრცელდება ადამიანების რიცხვი, რომლებიც მიიღებენ ბუდისტ და ინდუისტ აღმოსავლურ რელიგიობას, მე ჩვენ ვიტყვით მიზეზი რატომა. ეს მართლდება. აი თქვენ ნახეთ, ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ უზარმაზარი ინტელექტუალები დასავლეთში, რომელსაც ჰქონდათ აშკარად გამოხატული ინდუისტური ტენდენციები, სიმპათიები და ზოგი ინდუისტიც ხდებოდა, აი მაგალითად ტოლსტოი. ინდუისტი და ბუდისტი გახდა. შოპენგაუერი, უზარმაზარი ფილოსოფოსი, რომელსაც ბუდიზმის სიმპათია ჰქონდა, ჰერმან ჰესე, დიდი მწერალი, ჰაქსლი. აი ისეთი ფენომენის რა ვიყოთ კულტურული ძალიან დიდი ბიტლებიც. ბიტლებიც ხომ მე ჰარისონი და ლენონი და ისინი გურუ გაიჩინეს ინდუისტების და უზარმაზარი გავლენა ჰქონდა. ეხლა მსახიობების შორის რიჩარდ გირი და სხვა ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც აშკარად გამოხატავენ ბუდიზმის და ინდუიზმის სიმპათიას. აი ძალიან დიდი ნილს ბორი, უზარმაზარი ფიზიკოსი და საუკეთესო პიროვნება, ხომ? ისიც ლაპარაკობდა, რომ ჰქონდა ბუდიზმისადმი ძალიან დიდი სიმპათია. აი ჩვენ ამაზე მინდა ვისაუბრო, როგორ იქნება. ეხლა
სანამ ამაზე გადავალ, რატომ წარმოიშობა ესეთი პანთეისტური რელიგიები? ყველა რელიგიების დამახინჯების კოდი მოცემულია ბიბლიაში. აი, სოდვით დაცემის სცენაში. ჩვენ ამას სისტემატურად დაუბრუნდებით ამ სცენას, როდესაც რელიგიებზე ვლაპარაკობთ. აი, ბიბლია რას გვეუბნება, როგორ დაეცა ადამი და ევა. სამი რაღაც მთავარი შეცდომა იყო იქ. პირველი რა, ადამმა და ევამ თვითონ მოინდომეს შეემეცნებინათ სიკეთე და ბროტება. ანუ გადაწყვიტეს, რომ ადამიანს თავისი ძალისხმევით თვითონ შეუძლია შეიმეცნოს რა არის სიკეთე და ბროტება. ეს უზარმაზარი ილუზია. ადამიანებმა შეიძლება იცოდნენ რა არის სასარგებლო. ამაში ადამიანები ძალიან დიდ გიჭირებას და უნდას ავლენენ. და რაღაც სასარგებლო არის რაღაც მომენტში და გარემოებებში და ვიღაცისთვის. შეიძლება როცა შეიცვალა პირობები სასარგებლო უკვე აღარ იყოს. რა არის ნამდვილი სიკეთე, ეს მხოლოდ ღმერთს შეუძლია იცოდეს, იმიტომ ღმერთმა იცის ჩვენი გადაწყვეტილების და ქმედებების ნამდვილი შედეგი რა არის და უყურებს ამას მარადისობის პერსპექტივიდან. ჩვენ მარადისობისთვის ავართ გაჩენილი და აი პერსპექტივიდან უყურეს რა არის ნამდვილად სიკეთე და რა არა. ადამიანს არ შეუძლია ამის გაკეთება. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ვიცით მხოლოდ რა არის სასარგებლო და რა არა. და ის რაც სასარგებლოა ახლა არ ნიშნავს რომ ის სიკეთეა. მეორე რა არის? მეორე ადამიანმა მოინდომა გამხდარიყო ღმერთის საკუთარი ძალებით, არა მადლის მიერად, არა თვითონ. გახდობა ღმერთის ადგილზე თავის დაყენება. ხო? და მესამე ეს იყო სხვაზე ცოდების გადაბრალება. პანთეისტურ რელიგიებში აი ეს მეორეს თუნება თავის გატოლება ღმერთთან ფილოსოფიურად გაფორმდა როგორ? არა მარტო მე ვარ ღმერთი, არამედ მთელი სამყარო ღმერთია. აი ეს არის ანატომია პანთეისტური რელიგიების. რომელმაც როგორც გითხარით სრულყოფილი გამოხატულება პოვა ბუდიზმში და ინდუიზმში. ეხლა მე უფრო კონცენტრაციას გავაკეთებ ბუდიზმზე. რატომ? იმიტომ რომ ინდუიზმი არის უაღრესად ინკლუზიური რელიგია, ეს რას ნიშნავს? ინდუის აქ უნარი ყველა ტიპის რელიგია თავისი ერთ-ერთ ნაწილად გამოვლინებად ჩათვალოს. აი ქრისტიანობაზეც იტყვის რომ ქრისტიანობა ინდუიზმის ნაწილია, იმიტომ ქრისტეს დაარქვევს ავატარს და მართლაც ეს ელაპარაკობენ და ბუდიზმიც მიაჩნია რომ მისი ერთ-ერთი ისტორიულად ჩამოყალიბებული განშტოება. თავისი მე ჩვენ ვიტყვით რომ თავისი ბუნებით ინდუის შეუძლია თავისად გამოაცხადოს ყველა სხვა რელიგიური მიმდინარეობები. ამიტომ როცა ჩვენ ლაპარაკობთ ბუდიზმზე, ფაქტიურად ინდუიზმზეც ლაპარაკობთ მაშინ. მაგრამ რა კი ბუდიზმი უფრო ფილოსოფიურად წყობრი რელიგიური სისტემაა, ამიტომ მირჩევნია ვილაპარაკო უფრო მეტად ბუდიზმზე და უფრო სპირიტუალისტური ტიპის რელიგია, ვიდრე ინდუიზმი. ინდუიზმი უფრო ნაზავია ყველაფრისა. როდესაც დასავლეთის ხალხს მოსწონს აღმოსავლური რელიგიოება, უმეტესწილად მოწონთ ეს სპირიტუალისტური ასპექტი ბუდიზმიზე. სპირიტუალიზმი ნიშნავს მე გამოჩნდება ჩემი ლექსისოს, ეს არის როდესაც ადამიანი უარყოფს ყველგან მატერიალურს და მხოლოდ სულზე კონცენტრირდება. იმისათვის რომ გავიგოთ რაში მდგომარეობს ბუდიზმის არსი, ამისთვის მინდა თვითონ ბუდას ცხოვრებაზე ვისაუბრო. ეს ბუდას ცხოვრება გამოკოდილი ამბავია, ბიოგრაფია არ შეიძლება რეალური ყოფილიყო. გეტყვით რატომ? მაგრამ ვინც ეს გამოიგონა ბუდას ცხოვრება, მას ძალიან ღრმად ესმოდა არა მარტო ბუდიზმის არსი, არამედ ადამიანის არსიც კი. ძალიან ჭკვიანი კაცის დაწერილია ბუდას ცხოვრება, რომელიც მე არ მიმაჩნია რეალურად და გეტყვით რატომ. ეხლა ბუდას ცხოვრება რას გვეუბნება? ოფიციალური ბიოგრაფია, ასე რომ ვთქვათ, ბუდას. სანამ ბუდა გახდებოდა, გაუტამა იყო შვილი მეფისა. მეფის შვილია. მეფე საერთოდ ძველ სიმბოლურ ლიტერატურაში პოეზია იქნება თუ პროზა, არის სიმბოლო რაციონალური გონებისა. რატომაა ეს ადოლი მისახვედრია? იმიტომ რომ მეფე ეს არის უმაღლესი სტატუსის მქონე ადამიანი და ის აგვარებს სახელმწიფო საქმეებს, ხომ? ამიტომ მეფე ყოველთვის არის რაციონალური გონების, მენეჯერული, პრაქტიკული გონების სიმბოლოა ძველ ტექსტებში ყოველთვის. то გონება ადამიანში ყველაზე მაღლა დგას და გონება ჭირდება ადამიანს პრაქტიკული მიზნების გადასაწყვეტად. გაუჩნდა მეფეს შვილი გაუტამა და ამ დროს წინასწარმეტყველება იყო, მასთან უნდა წინასწარმეტყველი და უთხრა რომ შენი შვილი გაიზრდება ან ძალიან დიდი სახელმწიფო მოღვაწე, მეფე, ან ძალიან დიდი რელიგიური მოღვაწე. და რა კი ის მეფე იყო, გადაწყვიტა რომ მისი შვილი გაზრდილიყო დიდ პოლიტიკოსად, დიდ მეფედ. და ამისთვის რა გადაწყვიტა? თქვა რომ ჩემ შვილს ჩავკეტავ სასახლეში და არ ვანახებ მას იმ პრობლემებს, უბედურებებს, ტანჯვას, რაც ადამიანებს ცხოვრებაში ხდება. ესე ძალიან დიდი სიმბოლოა. რაც გვეუბნება ეს. რომ ადამიანი სანამ ეგზისტენციალური კრიზისის წინაშე არ აღმოჩნდება, მანამდე
ცხოვრებისეული მიზნებითაა დაკავებული. კარიერას მიზნებს უნდა თქვა წარმატებას მიაღწიოს ამ ბიზნესში, ან აკადემიურ სფეროში, ან სხვაგან. აი კრიზისი უდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც ძალიან დიდი კატასტროფის წინაშე დგება, ან ვიღაცა გარდაეცვლება, ან თვითონ ხდება ავად. აი მაშინ იწყებს ფიქრს, სწორად ცხოვრობ და აქამდე თუ არა. აი ამას აღნიშნავს. და მართლაც ჩაკეტა და ის მხოლოდ სასახლეში, სადაც მხოლოდ სიამოვნებას იღებს. არის ის რა არის დაბერება, არის ის რა არის სიკვდილი, არის ის რა არის ავადმყოფობა. და როგორც მეფის შვილი ტკბება ამ კომფორტით და სიამოვნებით, რომელიც სასახლეში აქვს. და არის ის, აი 30 წლამდე ისე იცოცხლეს, ცოლსაც მოიყავს, შვილი ყავს, ძალიან ლამაზი ცოლი ყავს, ძალიან ლამაზი შვილი ყავს და ძალიან ბედნიერია თავისი ცოლ-შვილი. მაგრამ არის ის რა არის სიბერი, ავადმყოფობა და სიკვდილი. ეს ხომ დაუჯერებელი ამბავია. თუნდაც მეფის შვილი იყავით, თუნდაც სასახლეში ცხოვრობდე. შეუძლებელი არ შეამჩნიო, რომ ადამიანები ბერდებიან, ავადხდებიან და კვდებიან. მამამისად და მის ხოში ამჩნევდა რომ ბერდებიან. რა 30 წლის იზრდება, ხომ? ანუ ვიღაცა როგორ შეიძლება ავად არ გამხდარიყო, მაგრამ როგორც გითხარით ეს სიმბოლოა ბუდას ცხოვრება. მერე მოხდება რა? თავისი მეეტლე ერთ-ერთი მსახური გაიყვანს ეტლით, გააპარებს რამოდენიმეჯერ სასახლიდან. ეს ეტლი სიმბოლოა ჩვენი სხეულისა, ხომ? რა კი გაუტამა სხეული ქონდა, ჩვენ სხეულებლიობა გვაიძულებს შევეჯახოთ პრობლემებს, ავადმყოფობას, სიკვდილს, სიბერეს და შემდეგ მართლაც აი სამჯერ გაიპარება სასახლიდან, თავის მეეტლე გააპარებს. ერთხელ ნახავს ძალიან მოხუც ადამიანს, დაუძრულებულს, მეორჯერ ნახავს ავადმყოფ ადამიანს და მესამეჯერ ნახავს რომ ვიღაცა სასაფლავებენ და ძალიან გაუკვირდება, შეიძრება და მისი მსახური ეტყვის, რომ ეს ყველას ელოდება. ვერც ერთი ადამიანი ამას ვერ გაექცევა. კიდე მეფის შვილი იყავი, კიდე მსახურისა. და ეს შეძრავს და მოხდა მაშინ კრიზისი ეგზისტენციალური, უკვე არჩევანი უნდა გააკეთოს ბუდამ, როდესაც დაბრუნდება სასახლეში, უკვე ვეღარ ტკბება თავისი ცხოვრებით და თავისი ცოლ-შვილის ყურებით, იმიტომ რომ იცის, რომ ადრე თუ გვიან თვითონაც გარდაიცვლება, აი ეს ცოლის დაბერდება, დანაუჭდება, დამახინჯდება და ასე შემდეგ. ამიტომ ვეღარ ტკბება ამ ცხოვრებიდან. და ორი იგავია ძალიან ცნობილი, რომელიც გამოხატავს ამ შინაგან ბრძოლას, აი ბუდასი. ერთი ესა ცნობილი იგავი, რომელიც ხდება ტოლსტოის ჰაჯი მურადშიც. აი ესეთია, კაცი მიდის და ჩავარდება უცებ ორმოში. და ორმოში რო ჩავარდება, ორ ჯოხსია დაკიდებული თავისი ტანსაცმელით. და ამ ტოტებიდან მოდის თაფლი. და ამ თაფლს ჭამს, ტკბილია და თვრება. მაგრამ ამავე დროს მე შეამჩნევს, რომ არის ორი თაგვი. ერთი თეთრი, ერთი შავი. თეთრი თაგვი ერთ ტოტს ღრდის, შავი თაგვი მეორე ტოტს. მე დაბლა ჩაიხარა, როდესაც ამ ტოტებს მოღრნიან, ესე იგი თვითონ ჩავარდება ორმოში, ქვემოთ არის შხამიანი გველები, ზოგჯერ ლაპარაკობენ რომ ვეფხვი და ასე შემდეგ. ესე იგი რა, ეს კაცი შეამჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ტკბება ამ მომენტში გარდაუვალია, რომ ადრე თუ გვიან ეს ორი ტოტი, რომელზეც კიდია ტანსაცმლით ჩატყდება და ქვემოთ ჩავარდება და გარდაიცვლება. ამ იგავით უნდა ბუდას გამოეხატა თავისი მდგომარეობა. ეხლა კი ტკბებით ცხოვრობთ, მაგრამ გარდაუვალია სიკვდილი, საშინელი სიკვდილი თქვა შხამიანი გველების. ეს ერთ. მეორე იგავი ბუდისტური რა არის? მეფის შვილი სანადიროთაა წასული და ვიღაცა ესვრის შხამიან ისარს. და იმის მაგივრად, რომ აი ამ უფლისწულმა, რომელიც შხამიანი ისრითაა დაჭრილი, დაიყვიროს, რომ ჩქარა მოიყვანეთ ექიმი, რომელიც ამოიღებს ამ შხამიან ისარს და გამკურნავს, ამის მაგივრად იწყებს გამოკვლევას. ვინმე სროლა, რომელი ხისგან გააკეთეს ეს ისარი, რამხელა სიმაღლის იყო ეს ისარი, ვინ არის ამ ისრის გამკეთებელი, მისი დედა ვინ იყო, მისი მამა ვინ იყო და გარეგანი ინფორმაცია. როდესაც მისთვის აუცილებელია უპირველეს ყოვლისა შხამიანი ისარი ამოიღოს. აი ბუდა ფიქრობს, ჩემი აქამდე მე რასაც ვიზრდებოდი, რასაც ვსწავლობდი, ვემზადებოდი მეფობისთვის, დიდრული და გავლენიანი ცხოვრების ეს ყველაფერი ამაოებაა. უპირველეს ყოვლისა უნდა დავკავდე იმ პრობლემით, როგორ მოვიშორო ის შინაგანი შფოთი, რომელიც გამიშთა მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ მე მელოდება წინ სიკვდილი, ავადმყოფობა და სიბერე და ასე შემდეგ. და როდესაც ამ ფიქრებშია ბუდა, ერთხელ კიდევ გაიპარება თავის სასახლიდან და ნახავს ხის ძირში მჯდომ ღარიბ ადამიანს, რომელსაც თვალებში შიში არა აქვს, ძალიან მშვიდათაა განსხვავებით მისაგან და ეკითხება. აი მე მეფის შვილი ვარ და სულ ამაზე ვფიქრობ, შინაგანი შფოთი მაქვს, რომ ამელოდება და შენ რატო არ გეშინია არაფრის ასე მშვიდად აღარ ეს ასკეტი ეტყვის, რომ შენ იმიტომ გეშინია, რომ დასაკარგი გაქვს რაღაც. მე კიდე ჩემინებით გავეცი ყველაფერი, რა კი დასაკარგი არაფერი აღარ მაქვს. ამიტომ არც არაფრის არ მეშინია და აი ბუდა მიხვდება მაშინ რომ თუ შენ გინდა თავიდან აიცილო შფოთი და შიში, სიბერის, სიკვდილის და ავადმყოფობის, უნდა
შენი თუ არ ყო ის სიამოვნებები, რასაც ეს ცხოვრება გაძლევს. და მაშინ უკვე აღარ შეგეშინდება და მართლაც თავის ტანსაცმელს დაუტოვებს აი ამ აკადემიაკს, მის ტანსაცმელს ჩაიცეს, 5 მსახურთან ერთად გაიპარება. ეს 5 მსახური სიმბოლოა გასაგებია 5 გზნობი ადამიანების. და წავა ამ 5 მეგობართან ერთად დასახლდება ტყეში და იქ იწყებს უაღრესად ასკეტურ ცხოვრებას. ესე თვითონ ლაპარაკობს ესეთი რაღაცას, მე მართალია უარყავი ძალაუფლება, უარყავი სიმდიდრე, უარყავი ფუფუნება მეფის სასახლეში, მაგრამ ამ სოფლისადმი მიდრეკილება მაქვს, უყარ ადამიანს უყარს ჭამა, კარგი კვება, კარგი სმა და ასე შემდეგ. ამიტომ ყველაფერს იგრძალავს უკვე. დაიწყებს ძალიან კაც ასკეტურ ცხოვრებას. ისე ასკეტურად ცხოვრობს, რომ რამოდენიმეჯერ სიკვდილის პირას მივა, ის სოფლის გოგო დაეხმარება, რომ გამოიყვანს აი ამ გონება დაკარგულია, გადაარჩენს სიკვდილს და მე უკვირს ძალიან. რატომ აი მივატოვე ყველაფერი? მივატოვე უფლისწულის ცხოვრება. მე ცხოვრობ საშინად ასკეტურად, არ ჭამ, არ მაცვია, სულ გარეთავარ. ვერიდები აბსოლუტურად ყველა სიამოვნებას, მაგრამ მაინც ვერ პოვებ სიმშვიდეს საკუთარ სრულში და ამ დროს მოხდება გასხივოსნება. მისივსებ დაინახავს ჭეშმარიტებას, გასხივოსებას აღნიშნავს სიტყვა ბუდა, ანუ გაუტამა გახდა ბუდა. და რა დაინახა? დაინახა 4 კეთილშობილური ჭეშმარიტება. რა არის ეს კეთილშობილური ჭეშმარიტება? ის ამბობს იმას, რომ ჩემი უბედურება მოდის იმის გამო, რომ მე ფიქრობ, რომ მე ვარ ინდივიდუალური პიროვნული არსებობა. ეს ყველაზე დიდი ილუზიაა. ადამიანებს არ აქვს ინდივიდუალური არსებობა. მე რო ფიქრობ, რომ მე ვარ ცალკე ინდივიდი, ანუ პიროვნება, ჩემში აღიძვრება სრულები ეგოისტური და ამ ეგოისტური სრულების მისწრაფება ახდის ადამიანს უბედურს. ესე ნახეთ, ბუდიზმი რასაუბრობს ქრისტიანობისგან განსხვავებით, ქრისტიანობა ლაპარაკობს, რომ ადამიანი გაჩენილია ბედნიერებისათვის, მარადიული, პირადული ცხოვრების, ინდივიდუალური ცხოვრებისთვის. და თუ კი მას ტკივილები აქვს, რაღაც ეს იმიტომ რომ ცოდვილია და ბუდა ამას არ ლაპარაკობს. ბუდა ლაპარაკობს, შენ ტკივილები გაქვს ხოლმე და მხოლოდ იმიტომ, მნიშვნელობა არ აქვს როგორ ცხოვრობ, რომ შენ ფიქრობ ილუზიაში ხარ, რომ შენ ხარ პიროვნება. ანუ შენი ცხოვრების, შენი ასკეზას მიზანი რა არის, რომ შენ უარი უნდა თქვა ამ თავარ ილუზიაზე, რომ შენ გაქვს პიროვნული არსებობა. ეს ძალიან ძნელი გასაგებია დასავლეთ კულტურაში გაზრდილი ადამიანის. თუმცა როგორც გითხარი, დასავლეთში არსებობს ადამიანები, რომლებიც პანთეისტები არიან. ანუ პანთეიზმი გამოვლინდა რაში? აი ამ ბუდიზმში. ბუდა ლაპარაკობს, რომ შენ არ ახარ ცალკე პიროვნება. სულ შენ იქნებოდი ცალკე პიროვნება, მაშინ შენ განსხვავებული იქნებოდი ღმერთთან. ყველაფერი ღმერთია, ამიტომ შენ რო ფიქრობ, რომ შენ პიროვნება ხარ, ეს ილუზია. აი ზე ვივეკანანდა იყო ესეთი ძალიან ცნობილი ინდუისტი და მან თქვა, რომ ადამიანი მთვრალი ღმერთიაო. რას ნიშნავს ეს? როცა ადამიანი ძალიან დათვრება, ავიწყდება სახელი, გვარი და საცხოვროს ვინ არის. აი ზუსტად ესე ვარ, ჩვენ დაგვათრო ამ სოფლიურმა ცხოვრებამ. წარმოგვიდგენია, რომ ჩვენ ვართ პიროვნებები ცალკე, მაგრამ ეს ილუზია უნდა მოიშორო. როგორც კი მოიშორებ ამ ილუზიას, მოხშორდება სრულები და ეს სრულები რომ მოხშორდება ტკივილებიც. რატომ? იმიტომ კიდევ ვიმეორებ. ეს ძალიან ღრმა ინტუიციაა აღმოსავლური რელიგიისა, ბუდიზმისა, რომ ადამიანს ტანჯავს აუსრულებელი სრულები. ჩვენ გვაქვს სრულები, გონია რომ აი თუ ამ სრულებს ავისრულებთ, გავხდებით ბედნიერი, მაგრამ რაღაც სრულის რო გაისრულებ, მე 10 იბადება კიდეც სარკე და ყველა სრულის ასრულება არ შეგვიძლია და ეს ტანჯავს ვეჯიბრებით ვიღაცას. აი თუ სხვა კარგად ცხოვრობს, მეც მინდა მეც ისეთი მანქანა, მეც ისეთი ბინა, ისეთი კარიერა და ასე შემდეგ და ეს აუსრულებელი სრულები ადამიანს ანიჭებს ტკივილებს. ეს არის ინტუიცია ბუდიზმის, ამიტომ ყველაფერი ამაზე უარი უნდა თქვა. ეს არის ბუდის კეთილშობილი ჭეშმარიტების უმთავრესი არხი და ელემენტი. ეხლა ნახეთ რა არის. ბუდისტური ასკეტიზმის, ანუ ინდუიზმსაც იგულისხმება. მთელი თავისი არსი რაში მდგომარეობს? ნირვანა. ნირვანა სიტყვასიტყვით ნიშნავს ჩაკლას. შენ უნდა ჩაკლა შენში ყველაფერი ადამიანური. როგორ უნდა გააკეთო ეს? როგორ უნდა ჩაკლა შენში პიროვნება? ადამიანს უშდება ილუზია პიროვნებისა რატომ? როგორ? ორი რაღაცის გამო. ერთი ის, რომ რაღაცებს რო აკეთებს, სახს აშენებს, წიგნს დაწერს, შვილს გააჩენს, ეს გონია მისია. აი ამის გამო და გაითავისუფლო თავი. აი 8 საფეხურიანი იოგაა, რომელსაც ბუდა თავაზობს თავის მიმდევრებს. რა საფეხურიანი იოგათი შენ უნდა დაძლიო ეს ილუზია, რომ რასაც შენ აკეთებ ის შენია. უნდა იმუშაო, სახლის ააშენო, წიგნის დაწერო, ცოლიც ყავდეს, შვილიც ყავდეს, თუ ასკეტი არ ხარ. მაგრამ უნდა იცოდე, რომ შენ თუ სახს ააშენებ ის შენი არ არის, შენ წიგნს დაწერე ის შენი არ არის, შენ შვილს გაზრდი ის შენი არ არის და ასე შემდეგ. და მეორე, უნდა ჩაკლა შენში მიდრეკილება ყველაფრისადმი. თვით სიყვარულის კი. ამას ჩვენ ვილაპარაკებთ რატომ? იმიტომ რომ თუ კი ყველაფერი ღმერთია, სულ ყველაფერი ღმერთია, მაშინ ყველაფერი აბსოლუტური სიკეთეა. და თუ კი ყველაფერი აბსოლუტური სიკეთეა, ის უნდა მიიღო მშვიდობით. თუ შენ ვიღაცა გიყვარს და მას დაკარგავ, მე ამას მშვიდობით ვერ მიიღებ, ამიტომ შენში უნდა ჩაკლა თვით სიყვარულიც კი. აბსოლუტურად ყველა ემოცია ადამიანმა უნდა ჩაკლას. აი
ვახსენეთ ის რასაფეხურიანი იოგა როა, იქ ერთ ვარჯიში როგორ აი თქვა შეგიყვარს ქალი, შენი ცოლი, ხო? უნდა დაждე მიეცე მედიტაციას, რომ ეს ქალი დაბერდება, დანაოჭდება, მოკვდება, გაიხსნება და შემდეგ რომ დაიძლიოს შენში მისამი ბუნებრივი მიდრეკილება. ეს ძალიან არაადამიანური რელიგიაა. მე არ მინდოდა ძალიან თამამი ფრაზა მინდა თქვა, ამაში ლინდება ბუდიზმის და საერთოდ ამ ინდუიზმის და პანთეისტური რელიგიების სატანისტური ბუნება. რატომ? იმიტომ ისინი ცდილობენ ჩაკლან ყველაფერი რაც ადამიანში. მართლმადიდებლობა უაღრესად პიროვნული რელიგიაა, ჩვენ მე გვექნება ამაზე საუბარი. მართლმადიდებლობა რასაპარაკოს სული წმინდა კი არ გუნავს ადამიანში ის რაც არამედ პირიქით. სხოველს აცხოველებს მას. წმინდა მოებმა ვისაც გამოცდილება აქვს სული წმინდის ზემოქმედებისა, იციან რომ სული წმინდა კი არ გუნავს ადამიანს, არამედ ზდის მას სული წმინდა ისე მოქმედებს, რომ დარდომილი ადამიანი განიკურნოს. და მამები ლაპარაკობენ, აი წარმოვიდგინოთ რომ ოქრომჭედელი მოქმედებსო. იუველირივით სული წმინდა. აი აიღებენ ალმას, ჩამოთლიან წახნაგებს და მიიღებენ მისგან ბრილიანტს, რაც ალმაში მშვენიერებაა, ბრილიანტში მთელი სისავსით გამოვლინდება. აი ზუსტად ამას აკეთებს. სული წმინდა, როდესაც ადამიანზე მოქმედებს. ჩვენი ახლანდელი მდგომარეობა ძალიან შეზღუდულია. ჩვენ დავდომილ ადამიანებს გავართ. აი ბიბლიაში წერეს რაღაცა, რომ დაეცა ადამიანი, როცა გამოდევნა ღმერთმა ადამი და ევა, სამოთხიდან ჩააცვა უხეში ცხოველის ტყავი. რა იგულისხმება ამაში? ამაში იქნება ჩვენი უხეში სხეულებრივობა. წმინდა მამებმა, ქრისტიანებმა და სხვა რელიგიების წარმომადგენლებმა ძალიან კარგად იციან, რომ გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული უფრო მეც ხედავს, უფრო კარგად ესმის. ჩვენ არ ვხედავთ ჩვენი თვალებით და არ გვისმენ ჩვენი ყურებით. პირიქით, ჩვენი თვალები და ჩვენი ყური ეს არის ძალიან რთული ბიოლოგიური აპარატი, ასე რომ ვთქვათ, რომელიც ხელს გვიშლის, რომ ყველაფერი დავინახოთ და ყველაფერი გავიგონოთ. რატომ მოხდა ეს? იმიტომ ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანს აქვს მიდრეკილება ბოროტებისაკენ. აი ეს უხეში ტყავი რომ არ ჩაეცვა, ის აკასური ლაპარაკობს ადამიანზე ღმერთს, ის გამუდმებით დაუწყებდა სმენას ბოროტძალას. როგორ აი 60-ში ხომ უსმინა ევამ და დაეცა. დაცემის შემდეგ ადამიანს გაუჩნდა მიდრეკილება ბოროტისაკენ და სულ ამას გააკეთებდა. ამიტომ ჩაგვაცა ჩვენ ეს უხეში ცხოველის ტყავი. მაგრამ როდესაც სული წმინდა მოქმედებს ადამიანზე, აი შეზღუდულობა ისპობა. სული წმინდა როცა მოქმედებს ადამიანზე, კი არ ირგუნება ის, პირიქით ხდება. ღვთისმსულიერი წერილია წმინდა წერილი. სახარებები ხო ყველა გვერდისაგან შთაგონებული, ყველაზე ღვთისმსულიერი ტექსტები რაც კი ოდესმე დაწერილი. არის იოანე, მათე, ლუკა და მარკოზი מחარებლები. სული წმინდა ეს კარნახითაა ეს ტექსტები დაწერილი, მაგრამ არც ერთის ინდივიდუალობა არ იკარგება. ამის საპირისპიროდ, ვისაც უნახავს ფილმები, თქვათ ეგზორსიზმი, ან აინტერესებს აი ეს ოკულტური ლიტერატურა, იმათმა იციან, რომ როდესაც ბოროტი ძალა მოქმედებს ადამიანზე, დრგუნავს მას, აი შეპყრობილი რა არის, აი ჰოლივუდი ეს გამოგონებული კი არა, იქ იციან ზუსტად. ცოდვილმა ადამიანმა ღმერთი როგორია და ღმერთთან მიახლება არ იცის, თორემ აი ეს დემონის მიერ შეპყრობილება ზუსტად იციან რა არის. ვისაც უნახავს ეს ფილმი ეგზორციზმზე, რომელიც არის, იქ ხედავს, როდესაც ბოროტი ძალა იპყრობს ადამიანს, ართმევს მას პიროვნულობას. აი როდესაც პითია, თქვათ, როდესაც ლაპარაკობენ ორაკულ პითიაზე, ან სვედენბორგი, რომელსაც ასევე მისტიკოსი მოაზროვნა იყო, ყველა ისინი ერთნაირად იმეორებენ, რომ ბოროტი ძალა ადამიანში კლავს მის პიროვნულობას, ართმევს ადამიანს ყველაფერს. აი ზუსტად ეს არის, აი სატანისტური ბუნება აი ბუდიზმის და ინდუიზმის, რომელიც ემტერება იმას, რაც ადამიანში ყველაზე ძვირფასია, მის პიროვნულობასა და მის თავისუფლებას. დაკარგულ 60-ში მილტონი ლაპარაკობს დემონს, რომ ის უყურებს ადამიანს და ეუბნება, რომ აი შენ კი არ იცი რას გაგიკეთებ. იმიტომ რომ ღმერთი ძულს, ღმერთი არაფრის ცუდის გაკეთება არ შეუძლია და სამაგეროდ ემტერება ადამიანს როგორც ღმერთის ქმნილებას. ზაკი ადამიანში ყველაზე დიდი პიროვნულობაა, ემტერება მას და კლავს ადამიანში, რაც ჩვენი პიროვნულობის ყველაზე საუკეთესო გამოვლინება, ეს არის სიყვარულის უნარი. და ქრისტიანობა თამას ეუბნება ადამიანს ასწავლის სიყვარული. დაუბრუნდეთ ჩვენ მანიფესტაციური ტიპის რელიგიებზე ზოგადად ვისაუბროთ. როგორია მათი სტრუქტურა, ზოგადად ყველა აი მანიფესტაციური რელიგიებისა და მერე გადავალ ცოტა დამჩება ვისაუბრებ ინდუიზმზე. აი ჩვენ თქვით, რომ ინდუიზმი და ბუდიზმი ეს არის პანთეისტური ტიპის რელიგიები. პანთეიზმი ნიშნავს რას? ღმერთი უდრის სამყაროს. აი ამ ტოლობას როცა ჩვენ წერთ ღმერთი უდრის სამყაროს, აქ შეიძლება აქცენტი გააკეთო ერთ-ერთ მათგანზე. აი მაგალითად პირველი აქცენტი გადაიტანო სამყაროზე, ესე იგი ღმერთი უყვარს სამყაროს და უფრო სამყაროს უყურო ვიდრე ღმერთს. ეს არის ბუდიზმი. ბუდიზმზე ლაპარაკობენ, ეს არის უღმერთო რელიგია. მართლაც ბუდა არსად ღმერთს არ ახსენებს. კეთილშობილი ჭეშმარიტება, რომელიც 4 ელემენტისაგან შედგება, იქ საერთოდ არ არის ღმერთის ხსენება და არც რასაფეხურიან იოგაზე, იქაც ღმერთს არ ახსენებს. ბუდა ლაპარაკობდა, რომ შენ თუ გონია რომ ღმერთები არსებობენ,
და ღმერთს პიროვნება გააჩნია, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი ინდივიდუალური რელიგიური ცნობიერება არ არის განვითარებული. თვითონ ბუდა ლაპარაკობდა, რომ მე ვარო ყველაფერი, რაც ჩემით მივაქციე, რომ ღმერთი არ არსებობს. აი, ეს რაღაცას ლაპარაკობს, რომ პატარა ბავშვი, როდესაც მიარწყავს თავს, მაგალითად, მაგიდას ბრაზდება და მე მაგიდას ფეხებს ურტყავს. რატომ? იმიტომ რომ მის პერსონალიზაციას ახდენს. აი, ასე აკეთებენ ადამიანები. ადამიანებს გონიათ, რომ არსებობს პიროვნული ღმერთი. ეს იმიტომ, რომ მათი ცნობიერება არ არის განვითარებული. ამიტომ არის ბუდიზმი უღმერთო რელიგია. მეორე ტოლობა რა არის? როცა ღმერთი უდრის სამყაროს, შეიძლება ამ დროს რა გაკეთო, მთელი აქცენტი ღმერთზე გადაიტანო და თქვა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ღმერთზე ილაპარაკო, ანუ მთელ სამყაროში დაინახო ყველაფერი როგორც ღმერთი. აი ეს არის ინდუიზმი. და ამაზე ჩვენ მერე ვილაპარაკებთ. ინდუიზმი აღმერთებს აბსოლუტურად ყველაფერს, ანიჭებს ღვთაებრივ სტატუსს. ეხლა დავაკვირდეთ რა არის პანთეისტური ფილოსოფიის ფუნდამენტალური ელემენტები, რომელიც ყველას აერთიანებს, იქნება ეს ბუდიზმი, ინდუიზმი, სპინოზას ფილოსოფია, ნეოპლატონიკოსები, სტოელები თუ სხვა. პირველი რა არის? პანთეისტები ლაპარაკობენ, რომ ღმერთი არ შეიძლება იყოს პიროვნული ძალა. რატომ? აი რა ლოგიკა? აი ჩვენ მაგალითი მოვიყვანეთ ელექტროენერგიის. ელექტროენერგია ვლინდება ხან როგორც სინათლე ნატურაში, როგორც სიცივე მაცივარში, როგორც ვირტუალური სამყარო კომპიუტერში, მაგრამ ელექტროენერგია არც ერთი მათგანი არ არის, არც სინათლე, არც კომპიუტერი, არც გამოსახულება ტელევიზორში და ასე შემდეგ. უბრალოდ გამოვლინების ერთ-ერთი ფორმაა. აი ზუსტად იგივეს ლაპარაკობენ. როდესაც ადამიანის გააჩნია პიროვნულობა, მაგრამ ღმერთს არ გააჩნია, თუ ადამიანი კონკრეტული გამოვლინებაა აი ამ ღმერთისა. და არ შეიძლება ღმერთი გაუწოლდეს მხოლოდ და მხოლოდ მის ერთ გამოვლინებას, ანუ ადამიანს. ანუ პირველი პრინციპი ეს არის, რომ ღმერთი არის არაპიროვნული ძალა. ანუ ქრისტიანობისაგან განსხვავებით, ბუდიზმი და ინდუიზმი ალაპარაკობს, რომ ღმერთი არის პიროვნული, რომელსაც უყვარს ან სჯის ადამიანებს. ეხლა თქვენ გაგიკვირდებათ და იტყვით, მაშინ როგორ აი ბუდისტები არიან, თქვა ტიბეტში ან ინდუიზმში უამრავი ღმერთები ყავთ. ამბობენ, რომ რა თქმა უნდა, ისინი არ უარყოფენ ამას, მაგრამ ამბობენ, რომ ასე წამს ადამიანებს, რომელსაც ჯერ რელიგიური ცნობიერება არ აქვს, ბოლომდე სრულყოფილად განვითარებული. თუ კი შენ ასკეტის მიეცემი და გაიზრდები სულიერი თვალსაზრისით, მერე დაინახავ, რომ ეს არასწორია, რომ პიროვნული ღმერთი არ არსებობს. ესე იგი არ წამთ რა. არ წამთ ის, რაც ქრისტიანობაში ყველაზე დიდია, რომ არსებობს ღმერთი, თავისუფალი ღმერთი, გონიერი, პიროვნული კეთილი, რომელიც ზრუნავს ამ სამყაროზე და განაგებს თავისი კეთილი განგებულებით. აი ესეთი რაღაც სწავლება ამ პანთეისტურ რელიგიებში არ არის. მეორე, რას ნიშნავს? როგორც გითხარით, ადამიანს ართმევს იმას, რაც ყველაზე კარგია ჩვენში, ჩვენ პიროვნულობა. მესამე რა გამომდინარეობს აქედან? მესამე, თუ კი ყველაფერი ღმერთია, ეს იმას ნიშნავს, რომ თავისუფლება რეალურად არ არსებობს. თავისუფლება შეიძლება მხოლოდ კრეაციონისტულ ტიპის რელიგიებში. იმიტომ რომ ქმნილება განსხვავდება შემოქმედისაგან. აი ადამიანი, რომელიც არის ქმნილება, მას შეუძლია ან ღმერთის ნებას მიყვეს, ან მას შეეწინააღმდეგოს, ხომ თავისუფლება გამოავლინოს, მაგრამ ესე არ არის პანთეისტურში. თუ კი ყველაფერი ღმერთია, ღმერთს არ შეუძლია სხვანაირი იყოს. ანუ რა? სამყაროში რაც ხდება, არ შეიძლება სხვანაირად მოხდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს არ შეიძლება იყოს თავისუფალი. იმიტომ რომ თავისუფლება რას გულისხმობს? თავისუფლება გულისხმობს, რომ შენ რეალურად შეგიძლია მოიქცე იმისაგან განსხვავებულად, როგორც იქცევი. აი მაგალითად მე უნდა მოსულიყავი დღეს და წამეკითხა ლექცია, ხომ? მე ვიქნებოდი რეალურად თავისუფალი, თუ ნამდვილად შემეძლო უარი მეთქვა და არ მოსულიყავი დღეს და ეს ლექცია არ წამეკითხა. ეს ხო აუცილებელი პირობაა თავისუფლებისა. მაგრამ პანთეისტები ლაპარაკობენ, რომ ეს არის ილუზია. ძალიან ბევრი, აი ტოლსტოი ვახსენეთ, ჰეგელი ვახსენეთ, სპინოზა, სტოიკოსები, ნეოპლატონიკოსები, ისინი ფიქრობენ, შენ რომ განცდა გაქვს, რომ თავისუფალი ხარ, თითქოს შეგიძლია სხვანაირად მოიქცე, ეს არის ფუნდამენტალური ილუზია. სინამდვილეში ესე არა, ყველა შენი ქცევა, ყველაფერი არის განპირობებული. აი ტოლსტოი ლაპარაკობდა, რატომ მისდებიან? აი დიდი მწერალი რას ნიშნავს? დიდი მწერალი ნიშნავს რეალურად აღწერო შენი პერსონაჟი რას ფიქრობს და რას მოიმოქმედებს, ხო? ეს რას ნიშნავს, რომ ყველაფერი განპირობებულია. ის რომ ადამიანს გონია, რომ თავისუფლება ეს ყველაზე დიდი ილუზიაა. რა თქმა უნდა არასწორია ფუნდამენტალურად, მაგრამ პანთეისტურ რელიგიებს აქვს წყობრი, ლოგიკური, ფილოსოფიური სისტემა, რაციონალურად წყობრი, ლოგიკური, მაგრამ ფუნდამენტალურად არასწორი. რომ ადამიანს არ გააჩნია პიროვნულობა და არ გააჩნია თავისუფლება. მაგრამ თუ კი თავისუფლება არ გააჩნია ადამიანს, მაშინ არ არსებობს არც სიკეთე და არც ბოროტება. იმიტომ რომ სიკეთე და ბოროტება არის მორალური კატეგორიები. შენ სიკეთეს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ აკეთებ, როდესაც შეგნებულად და თავისუფლად ირჩევ ის, რაც კარგია და ბოროტებას აკეთებ მაშინ, როდესაც შეგნებულად და თავისუფლად ირჩევ ის, რაც ბოროტია. ჩვენ წინა ლექციებზე თქვით, რატომ არ ჩამოვიდა იესო ქრისტე ჯვრიდან? იმიტომ რომ ქრისტე უნდა აერჩია ადამიანს სიყვარულით, სიკეთის სიყვარულით. რომ ჩამოსულიყო და სასწაული გაეკეთებინა,
თუ კი ადამიანს მიდრეკილი აქვს ბოროტებისაგან, ისე ჯვარსაც ომდა ქრისტეს. აი ამაშია საქმე. სადაც არ არის თავისუფლება, იქ არ არის სიკეთე და ბოროტება. მტკვარს უამრავი სიკეთე მოაქვს საქართველოსთვის, ხო ირწყვება საქართველოს და მიწა, მაგრამ არავინ არ იტყვის, რომ მტკვარი კეთილებდეს, სხვანაირად მოქცევა არ შეუძლია. კიდევ ვიმეორებ, სიკეთე და ბოროტება იქნება იქ, სადაც არის თავისუფლება. მაშინ ისვის კითხვა ბუდისტები და ინდუისტები რატო ლაპარაკობენ სიკეთეს და ბოროტებას. ამას თავისი მიზეზი. იყო ერთი იაპონელი ბუდისტია, ძალიან ცნობილი სუძუკი, რომელმაც მიიღო ძალიან კარგი ევროპული განათლება და წერდა ძენ ბუდიზმის შესახებ, ევროპელებს აცნობდა იქ ამბობს. თქვენ შეხვდებით ჩემ წიგნებში სიკეთის და ბროტეზე ლაპარაკს, მაგრამ ეს იმის გამო კი არა, რომ ჩვენ ნამდვილად ვწამს, რომ სიკეთი და ბროტება არსებობს, არა. არამედ იმის გამო, რომ თქვენთვის უფრო გასაგები გახდეს. ან კიდე ზოგიერთი ხმარობს ამას იმიტომ, რომ მოიშოროს ის, რაც რეალური მტერია. აი, ისი თქვა მინდა. წარმოვიდგინეთ, ჯარისკაცი უნდა გაზარდონ მტერთან საბრძოლველად. მტერი არის რეალური და მას ადრე თუ გვიან მასთან ბრძოლა მოუწევს, მაგრამ იმისათვის, რომ ისწავლოს როგორ ესროლოს მტერს, ამისთვის მას სამიზნეებს უკეთებენ ფიქტიურ, აი კარდონისგან აკეთებენ მტერის გამოსახულებას და იმას ესვრის და სწავლობს მიზანში როგორ გაარტყას ტყვია. ეს კარდონი მისი მტერი არაა, მაგრამ მასზე ვარჯიშობს, იმიტომ რომ რეალური მტერს შეებრძოლოს, ხო? აი ბუდისტები და ინდუისტები ესე აკეთებენ, ჩვენ ვლაპარაკობთ სიკეთეზე და ბოროტებაზე, არა იმიტომ რომ ისინი რეალურად არიან, არა. იმიტომ რომ მათი საშუალებით განთავისუფლეთ რეალური მტრისაგან, ეს რეალური მტრე ეს არის მიზაჭულობა ამ სოფლისადმი. რას ნიშნავს ეს მიზაჭულობა ამ სოფლისადმი? თუ კი ყველაფერი, როგორც ვთქვი, თუ კი ყველაფერის ღმერთი არ არსებობს, სიკეთი და ბოროტება არ არსებობს, თავისუფლება, მაშინ ყველაფერი აბსოლუტური სიკეთი და ყველაფერი აბსოლუტური სიკეთე უნდა მიიღო, რაც შეიძლება მშვიდად. აი სტოელები ამბობენ, არსებობს ჭკვიანი და სულელი ადამიანი. ჭკვიანი ადამიანი გავს ძაღლს, მოზრდილ ძაღლს, რომელიც ჯაჭვითაა მიმული ძლიერ ეტლზე და თავისი ნებით მიყვება მას. სულელი ადამიანი გავს პატარა ლეკვს, რომელიც ასევე მიმულია ჯაჭვით, აი მეტლისადმი და არ უნდა გაყვეს ეს, მაგრამ მეტლი მაინც მიათრებს. მაინც ის მოხდება, რაც დაწერილია. უბრალოდ ადამიანმა მშვიდად უნდა მიიღოს ყველაფერი. აი ესე ბუდიზმი და ინდუიზმი გეუბნება, რომ ყველაფერი პასიურად უნდა მიიღოს. ამიტომ ესწრაფის ჩაკლას. ყველგვარი ემოცია და მას სიყვარული იქნება თუ სიძული იქნება თუ სხვა. აი სტოელები ამას ეძახიან აპათიას, ინდუისტები და ბუდისტები ეძახიან ნირვანას. ეს ორი განსხვავებული სიტყვა, მაგრამ არსებითად არის ერთ და იგივე. ჩაკლა ადამიანში ყველაფერი ის, რაც შენი პიროვნების და ინდივიდუალობის გამო ვლინებაა. ესე იგი, აი ჩვენ რატო გონიაო ადამიანს რომ ბოროტება და სიკეთი არსებობს? იმიტომ რომ ეგოისტური ხედვა აქვს. აი პატარა ბავშვი ტირის, როდესაც წამალს ასწავლენ, თუ წამალი წარეაჩვენება და ფიქრობს, რომ ეს სუდია, მაგრამ ამას იმიტომ აკეთებს, რომ არ იცის რა არის ავადმყოფობა და რა არის ჯანმრთელობა. ან ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც სამოქალაქო ცნობიერება არ აქვს მომწიფებული, ბრაზდება გადასახადებზე. მაგრამ ეს არასწორია, არ უნდა ბრაზდებოდე, როდესაც სახელმწიფო გთხოვს გადასახადს, იმიტომ გადასახადები თუ არ გადაიხადე, ბიუჯეტი არ შეივსება, სახელმწიფოს არ შეეძლება გააგოს გზები, სკოლები, უნივერსიტეტები, საავადმყოფოები და ასე შემდეგ. აი როდესაც ომი დამთავრდა, დაბომბეს ლაიფციგი და გაასწორეს მიწასთან და მე ამერიკელები უყურებდნენ გერმანელებს, გერმანელს არაფერი აღარ ჰქონდათ ომის შემდეგ და როგორ იხდიდნენ გერმანულად ზუსტად გადასახადებს, თვით ამერიკელებსაც კი გაუკვირდათ და ეუბნებოდათ, რატომ იხდით ასე გადასახადებს? თქვენთაც არაფერი არ აქვს და გერმანელები პასუხობდნენ, თუ ახლა გადასახადებს არ გადავიხდით, მე ჩვენი შვილები ზუსტად ისე იცხოვრებენ როგორც. აი ეს ბუდისტები და ინდუისტები ლაპარაკობენ, რომ თუ კი შენ სამყაროში გეჩვენება, რომ რაღაც ბოროტება არსებობს, ეს იმის გამო, რომ შენი სოლხედელობა არის შეზღუდული და განუვითარებელი. თუ კი ღმერთი, პიროვნული ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანის ცხოვრებას განაგებს არა პიროვნული ღმერთის, არამედ განაგებს კარმა. ანუ შენი საქმეები. ესე ინდუიზმი და ბუდიზმი ლაპარაკობს, ისე როგორც სტოელებში სხვა სახელს არ ქვევენ. შენ ცხოვრებას განაგებს შენი საქმეები, შენ მათგან განთავისუფლება არ შეგიძლია. ეს ძალიან დიდი ნაკლია. ქრისტიანობა განსხვავდება ამისა, ქრისტიანობასთან ჩვენ გვაქვს სინანული, ხო? თავისუფლება. შენ თავისუფალი ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ არ დაიყვანები შენ საქმეებზე, შენ სინაცხოვრებაზეც კი. თავისუფლების უზარმაზარი აქტია სინანული. შენ ადრე ცხოვრობდი, თქვა, ნებებზე იყავი დამორჩილებული, ცუდ საქმეს აკეთებ და მე უცებ აცხადებ, რომ აი აღარ მინდა ისე ცხოვრება. მე მინდა მათგან განთავისუფლდე, რადიკალურად შევიცვალო, აი მეტანოია მას ნიშნავს. და არა მარტო ცხოვრება დაიწყო სხვანაირად, არამედ სამყაროს ხედვა დაიწყო სხვანაირად, გონების შემოტრიალებას ნიშნავს ეს. ეს შესაძლებელია ქრისტიანობაში, მაგრამ არ არის შესაძლებელი ამ პანთეისტურ და ინდუისტში და ბუდისტში. ყველაფერს კარმა უპიროვნო ძალა განაგებს, როგორც სოფლიო მიზიდულობის კანონია და სოფლიო მიზიდულობის კანონს არ შეიძლება შენ თხოვო მომიტევე, არ შეცვალე ჩემი ცხოვრება, ეს რაღაც იქ არა. აი ბუდისტურ და ინდუისტურ კონტექსტში აბსოლუტურად წარმოუდგენელია ავაზაკის შესვლა სამოთხეში.
პანთეისტურ რელიგიებში არ არსებობს არც სამოთხე და არც ჯოჯოხეთი. რატომ? იმიტომ რომ სამოთხე ეს არის სიყვარულის სამეფო, იქ სადაც სიყვარული მეფობს, ჯოჯოხეთი ეს არის სადაც ბოროტება და სიძულვილი მეფობს. თუ კი არ არსებობს სიკეთე და ბოროტება, მაშინ არ არსებობს არც სამოთხე და არც ჯოჯოხეთი, ანუ პანთეისტურ რელიგიებში ესეთი რაღაც არ არის. სამაგეროს პანთეისტურ რელიგიებში არის რა? რეინკარნაცია, სანსარა. ანუ რას ამბობენ ეს? აი ადამიანი ცხოვრობს დედამიწაზე. ისე ვერ განთავისუფლდა ილუზიისაგან, რომ პიროვნული არსებაა, ხომ? ამის გამო დაიშება, როდესაც გარდაიცვლება, გადადის სხვა სხეულში. ოღონდ ჩვენ არ უნდა ვთქვათ, რომ სული გადადის, ინდუიზმი არის ის სული. ეს უფრო ევროპაში არის რეინკარნაცია, დასავლური მოდელია, რომ სული გადადის, როგორც ბერძნებს ჰქონდათ ერთი სხეულიდან მეორეში. აღმოსავლეთში ეს არის თხარმები, თხარმა არის წარმოიდგინეთ რაღაცა მოლეკულები, რომელშიც სულის ელემენტებიცაა. როდესაც ადამიანი ცხოვრობს, აგროვებს კარმას, რომ გარდაიცვლება, ეს კარმა განაგებს, მერე ეს თხარმები რაში შეიკრიბება, ზოგში ცხოველში, ზოგში მცენარეში, ზოგში ადამიანში, მაგრამ შენი სული და შენი მე არ ნარჩუნდება, იმიტომ რომ ეს ილუზიაა, იქ არ არსებობს. თუმცა შენ გარდაცვალების შემდეგ, როდესაც სანსარის სხვა რაღაცაში გადადის ადამიანი იქნება, ცხოველი იქნება თუ ხე იქნება, მას არაფერი საერთო შენთან არ აქვს. ეს და გათვალისწინებული იქნეს. როდესაც აი აღმოსავლეთში რეინკარნაციაზე ლაპარაკობენ. ესე იგი, არის რა? ფუნდამენტალურად უაზროა ცხოვრება. ამ სამყაროში ცხოვრობ, ყველაფერი ადამიანი უნდა ჩაკრა და გარდაცვალების შემდეგ თუ არსებობს კარმა და რაღაც სოდვა, მას გადაყავხარ სხვა არსებაში. თუ კი წმინდა ცხოვრობს ადამიანი, თავისუფლდება ამ სანსარის წრესაგან და დაუბრუნდება ღმერთს. რაკეთ თვითონ ღმერთია, მისი ცნობიერება, როცა ჩაკრავს ყველაფერ ადამიანურს, მაშინ გახდება ღმერთი. აი ეს არის ნირვანა, ამას მიაღწია ბუდას და ეს არის მიზანი ინდუისტური რელიგიებისა. ეს თითქოს ამაღლებს ადამიანს, უტოლებს ღმერთს, მაგრამ ფუნდამენტალური ბოროტება, იმიტომ რომ ჩაკლავს ადამიანში ყველაფერს, როგორც გითხრა. ეხლა ძალიან ცოტა დრო დამჭა, გადავალ მე ინდუიზმზე. სანამ ინდუიზმზე გადავიდე. ჩესტერტონი უზარმაზარი ინგლისელი მწერალია, რომელიც მე კათოლიკე გახდა. შენ ანგლიკანი იყო და დაწერა ესეთი რაღაცა, რომ ქრისტიანობა სიცოცხლის რელიგიაა, იმიტომ რომ ადამიანში პირდება მარადიულ ნეტარ ცხოვრებას, მას შემდეგაც კი რაც გარდაიცვლება. მაშინ როდესაც ბუდიზმი არის სიკვდილის რელიგია, რადგანაც მოუწოდეს ჩააკლას მასში ყველაფერი ადამიანი და კლავს თვით სიცოცხლის პერიოდშიც კი. მაშინ რატომ იზიდავს ასე ადამიანებს? აი ჩვენ ჩავთვალეთ ნილს ბორი, ტოლსტოი, შოპენჰაუერი, ჰექსლი, ჰესე და ასეთი ინტელექტუალური ადამიანები რატომ უშდებათ სიმპათია აი ასეთი რელიგიისადმი. ამას რამოდენიმე მიზეზი აქვს, ეხლა ბევრია, მაგრამ სამს მოვიყვან ძირითადად. ნილს ბორზე და იმაზე რო ვლაპარაკობთ, არ იყო ბიტლებიდან ჰარისონი. ხო, ესეთი ინტელექტუალი და დიდი ფილოსოფოსი არ იყო, მაგრამ ბიტლები ლაპარაკობდნენ რა, გენიალური მუსიკოსები იყვნენ. ძალიან ახალგაზრდობაში მიაღწიეს იმას 24-25 წლის ბიჭებმა მიაღწიეს იმას, dass ადამიანი მთელი ცხოვრება ოცნავენ, იყვნენ ძალიან დიდრები, ძალიან სახელოვანი, ძალიან პოპულარული, გენიალური ხალხი. და ჰარისონმა მიხვდა რა, მე რომ მეგონაო, სანამ გავხდებოდი ასეთი პოპულარული და ასეთი მდიდარი, რომ ბედნიერებას მივახცევდი სიმდიდრით და პოპულარობით, აღმოჩნდა რომ ეს ასე არა. ესე შენი ბედნიერება და შენი შინაგანი შუშე დამოკიდებული არა გარეგნულ წარმატებაზე, არამედ შინაგან კატეგორიებზე. იმისათვის რომ ადამიანი გახდეს შვიდი და ბედნიერი, უნდა ინტროსპექტული იყოს, ანუ თავის შინაგან სამყაროს დაუკვირდეს სულიერი კატეგორიები. ბუდიზმი ამას გთავაზობს. ბუდიზმი და ინდუიზმი ეს არის უზარმაზარი რელიგიური გამოცდილება ამ თვალსაზრისით, შინაგანი ინტროსპექტული ადამიანის შინაგანად დაკვირდება, მაგრამ ღმერთი არ აქვს. ჩვენთვის ყველაზე ძნელი პიროვნული ღმერთის არსებობაა. შენ კი იხედები სულიერ კატეგორიებში ლაპარაკ, ნილს ბორს უნდა რომ იცოდა რომ აი მარტო გარეგანი წარმატება არ მოუტანს ადამიანს ბედნიერებას და უნდა თავის სულზე ილაპარაკოს, მაგრამ პიროვნული ღმერთი არ უნდა. აი რატო არ უნდა პიროვნული ღმერთი? ერთხელ ლენინს კითხეს რომ რატომ გძულს ესე ღმერთი, რატო ემტერები? ლენინმა უპასუხა, შენ ძალიან გინდაო სეციური ჟანდარი, რომელიც გაკონტროლებს ყოველთვის. აი ესე ინდუიზმი და ბუდიზმი გადლებს ფუფუნებას შინაგან სამყაროზე ილაპარაკოს სულიერ კატეგორიებში, მაგრამ ამავე დროს არ გეუბნება რომ არსებობს პიროვნული ღმერთი, რომელიც გაკონტროლებს ეს ერთი. მეორე რა არის? ბუდიზმი და ინდუიზმი თავაზობს ასკეტურად იცხოვრო, მაგრამ არ იყო ასკეტი. ანუ რა არ დათმო ის, რაც შენთვის ყველაზე ძვირფასია. ადამიანს ყველაზე მეტად რა ატკბოს საკუთარი თავით ამპარტავნობით ტკბობა და ეს კონდა ბუდას. მართალია ბუდა ძალიან ასკეტურად ცხოვრობდა, არ დათმო ის, რაც მისის ყველაზე ძვირფასი იყო საკუთარი თავით ტკბობა. ისი თქმა მინდა ეხლა ამით. აი წარმოვიდგინეთ ადამიანი, რომელიც საშინლად ძუნწია. ან საშათ ამპარტავანი, დიდების მოყვარე კარიერისტია. ცნობილია რომ ძალიან ძუნწ ადამიანებს ისე უყვართ ფული, რომ საშინელ სიღატაკეში ცხოვრობენ.
ასკეტურად, მაგრამ ისინი ასკეტები არ არიან. რატო? იმიტომ რომ ერთი ნება გააბატონეს სხვაზე. ასკეტი ნიშნავს, რომ შენ ყველა ნებას ებრძოდეს შენ საკუთარ თავში, რასაც ქრისტიანობა ლაპარაკობს. და ყველაზე უფრო მთავარსაც, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს, აი ქრისტიანული ასკეტიკა გეუბნება, რომ უნდა იცხოვრო განდეგილად, ისიხაზმე ამას ამბობს, რომ შენ თავში აღმოაჩინო ყველაზე დიდი ნება რა არის. ჩვენ ყველანი ნებიანები ვიბარდებით, მაგრამ ერთ-ერთი ნება გვაქვს, ზოგი ძალიან აპარტაონია, ზოგს უყვარს ფული, ზოგს ქალები და ასე შემდეგ. უნდა აღმოაჩინო შენ თავში რომელია ყველაზე ძლიერი ნება, რომელსაც შენ თავს აიგივებ, რომლის გარეშე ცხოვრებ ვერ წარმოგიდგენია და იმას უნდა ებრძოლო ჩაკლა ეს ნებები შენში, ხო? ბუდიზმი ამას არ გეუბნება. აი ხშირად ამბობენ, რომ ლენინი და სტალინი არ იყვნენ მეშანები, თქვათ, ქონებაზე არ იყვნენ ორიენტირებული, ხო? სტალინსო ერთი შინელი ქონდა თუ ორიო. რა თუნდა 10 შინელი სტალინსო მთელი საბჭოთა მისი იყო. ან ჰიტლერს რატო იქნებოდა მეშა უნდა დახურდებული რაღაც კერძო ქონებაზე, როდესაც აღმერთებდა მთელი გერმანია და ყველაფერი მისი იყო. ეს რაც ანიშნავს, რომ ასკეტია, უბრალოდ ასეთი ადამიანები არიან კონცენტრირებული, აღარ ხურდავდებიან პატარა ნებებით. ეს არ არის ასკეტიზმი. კარიერისტები ისეთი ადამიანები არიან, რომ ხშირად საკუთარი ცოლ-შვილის გაწირონ თავისი კარიერა და თავისი სახელისთვის, მაგრამ ეს ასკეტი ხომ არაა. უბრალოდ ცხოვრობს ასკეტურად. კიდევ ვიმეორებ, იმიტომ რომ ერთი ძირითადი ნება გააბატონა სხვაზე. კირკეგორი ამბობდა, შენ ვერასოდეს ვერ გახდები ნამდვილი ქრისტიანი, თუ შენი ისააკის გაწირო არ შეგიძლია. აბრაამისთვის ისააკი იყო ყველაზე ძვირფასი. განიცდიდა ძალიან რომ შვილი აყავდა, ღმერთმა აღუთქვა რომ შეეძინებოდა შვილი, რომელიც გააგრძელებდა მის თავმავლობას. ხო, მე ის სხვა შეწირვა შეწირა. აბრაამს ყველაზე მეტად თავის ისააკი უყვარს და მზად არის რომ მისი ისააკი შეწიროს. მე რა თქმა უნდა ღმერთმა აღარ შეაწერა, მაგრამ ამით აჩვენა წინაწერილმა რომ აი ეს არის ნამდვილი რელიგია, ნამდვილი ქრისტიანი ადამიანი არის ის, რომელიც მზად არის დათმოს ყველაზე საყვარელიც არის. ღმერთს დაშეკიანდა, მაგრამ გიჩვენა რომ ყველა ადამიანში რაც ცხოვრობს, ნებები ზოგი ძალიან გიყვარს, ძალიან გინდა, უნდა შეგეძლოს მასაც შეებრძოლო ღმერთის სახელით. კარიერის სიყვარული იქნება, ფულის სიყვარული თუ არ შემდეგ. ბუდიზმი ამას არ გაიძულებს, ამიტომაა უფრო მიმზიდველი და მესამე, უფრო ადვილი მისაღები. მესამე რა არის? ყველაზე ფუნდამენტალური პრობლემა, რომელიც იობის წიგნშია დასმული არის რა. რატომ იტანჯებიან უმანკო ადამიანები? პატარა ბავშვი დაიბადება და საშნად იტანჯება. ამ დროს მეორე ხედავ რომ ძალიან ცოდვილი ადამიანია, რომელიც გალახებულია. ამის პასუხის გაცემა ქრისტიანს ძალიან უჭირს, იმიტომ ღვთისგანგებულება არ ვიცით. ღმერთი ყველაფერს უყურებს მარადისობის პერსპექტივიდან. აი წარმოგიდგენთ, თქვენ ხართ დედა და ყავთ პატარა შვილი. და ხანდახან უგზალავ შენ შვილს რაღაცას. არ აძლევ. ვერ იგებს, რატო არ აძლევ, რატომ სჯი? იმიტომ რომ თვითონ იმ დღის პერსპექტივიდან უყურებს და მშობელი უყურებს შორიდან. რომ კარგი, აი მახსოვს პატარა რო ვიყავი, დედა ჩემი მასწავლი და წერა კითხვას, ხომ? და დასაწყისში მიჭირდა, აი მართლავდი, ეს არის, თქვათ, რომ უნდა წამეკითხა თაგვი რა არის, თუ, გ, ვ, ლაპარაკობდი ამასო ეს, მაგრამ ერთ სიტყვის საკითხა თაგვი მიჭირდა, ხო, პატარა მაშინ როდესაც ვიწყებდი კითხვის სწავლას. და მიკვირდა საშნად, რატომ მაიძულებდნენ ესეთი სისულელეები მეკეთებიდან. რატომ ვერ ხვდებოდი წერა კითხვის მნიშვნელობას. დედა ჩემი ხვდებოდა, რომ აუცილებელია ადამიანმა იცოდეს კითხვა, რომ უზარმაზარ კულტურას ეზიარება, ხო? აი ასეთია ღმერთის პერსპექტივა. ჩვენ არ ვიცით მარადიული ცხოვრება რა გველოდება და ღმერთი იმ პერსპექტივიდან უყურებს. ზოგი ამატყოფობს დედამიწაზე, ზოგი გალახებულია, მაგრამ ყველაფერი გათვლილია, იმიტომ რომ ადამიანი მზად იყოს მარადიული ცხოვრების ამის დანახვა ჩვენ არ შეგვიძლია. სამაგიეროდ ინდუიზმი და ბუდიზმი თავაზობს ადამიანს ძალიან არასწორს, თუმცა რაციონალურ და ადვილად გასაგებ სქემას. აი გეუბნებიან, რატო იტანჯება ასე პატარა ბავშვი, რომელსაც არაფერი არ დაუშავებია? იმიტომ იტანჯება, რომ წინა ცხოვრებაში რაღაც ცუდი აქვს გაკეთებული. რატომ არის გალახებული ასეთი ბოროტი ადამიანი, რომელიც ყველას ბოროტებას უკეთებს და ასე მდიდარი, წარმატებული, კარგათა? იმიტომ რომ წინა ცხოვრებაში რაღაც კარგი გაკეთდა. გესმით, რაციონალიზებადია ადვილად. აი ეს ელემენტებია, რის გამოც იზიდავს ბუდიზმი და ინდუიზმი ადამიანებს და ამიტომ შემოდის ჩვენ. ესე რა, მეორე პიროვნული ღმერთი, რომელიც გაკონტროლებს ამას უარყოფს, არ გთხოვს, რომ დათმო ის ნება, რომელიც ჩვენთვის ყველაზე თავარია, ყველაზე დამღუპელი არის, მაგრამ ამას ვერ ხედავ და მესამე თავაზობს რაციონალურ ახსენს, რატომ არსებობს სამყაროში უსამართლობა ბჭყალებში. ახლა გადავიდეთ ინდუიზმი. ბევრი დრო აღარ დავჩა, რამოდენიმე წუთი, უბრალოდ გეტყვით რა არის ინდუიზმი, როგორია. როგორც გითხარით, ინდუიზმი არის ყველაფრის გაღმერთება. აი ფორმულას ღმერთი უდრის სამყაროს, ხედავს მარტო ღმერთს, ანუ რაც კი არსებობს ყველაფერი წმინდა. აი ბოდიში ამის გამო რომ გეუბნებს, თქვენ ამათ გინახავთ კამასუტრა. კამასუტრა დასავლური მენტალიტეტი, ეს არის პორნოგრაფია საშინელი, ხომ? მაგრამ აღმოსავლეთის ეს ღვთისმსახურება ტაძრებზე გამოხატავენ აი ამ ეროტიულ სცენებს. და გონიათ, იმიტომ თუ რა კი ყველაფერი წმინდაა, სექსუალური, ყველაზე ეროტიული ცხოვრებაც კი რელიგიურია. აი მაგალითად ადამიანს ძალიან უყვარს ფული, ხომ? გამდიდრება უნდა. ესეც არ არის პრობლემა. ესეც გახტობილია. აი ვიშნუს ყავს ცოლი ლაქშმი
ეს ლაქშმი არის სიმდიდრის ქალღმერთი. შენ შეგიძლია მთელი ცხოვრება სიმდიდრე აგროო და ამით ეთაყვანები ლაქშმის. ყველაზე დიდი ცოდვაა მაგია, ოკულტიზმი, ხომ? ქრისტიანები თვლიან ბოროტ ძალებთან კავშირი, ხომ? იქ ეს საკრალიზებულია, იქ არის შივას ცოლი, კალა და შენ შეგიძლია იყოს შავი მაგიით დაკავებული და ამით ღმერთს ემსახურები. იქ არიან ნარკომანები, როდესაც ვთქვათ, უყვართ მარიხუანას ეწევიან. ესეც წმინდაა, იყივებიან დღესასწაულებზე, შივას დღესასწაულებია. აი იყრივებიან მორწმუნეები, თელი დღეები ეწევიან მარიხუანას და ამით დაყვანისმენ თითქოს ღვთაებას. აი ბოდიში კიდეთ. აი წარმოიდგინეთ ადამიანს, რომელსაც ძალიან უყვარს ქალები და დადის მეძავებთან, ხო? საროსკიპოებში. იქ საროსკიპო რელიგიურია. იქ არის რელიგიური პროსტიტუცია. ეს წარმართული კულტურებში არის. აი არიან ქალები, რომელსაც თელი ცხოვრება ღმერთს შეწირეს. თითქოს ისინი ცხოვრობენ რაღაც ტაძრებია, ამ ტაძრებში მიდიან მამაკაცები, იხდიან ფულს და ცხოვრობენ მათთან როგორც მეძავებთან, ეს ითვლება რომ ღმერთს ემსახურებიან. წარმოგიდგენიათ? წმინდათაა გადაქცეული ყველაზე უკიდურესი ადამიანური ნებების გამოვლინება. ეხლა რატომაა ეს მომავლის რელიგიები? რატო ლაპარაკობდა სერაფიმ როუზი? არსებობს ორი კატეგორიის ადამიანები. ერთი კატეგორიის ადამიანებს მიდრეკილება აქვს ასკეტიზმისაკენ. უფრო სულიერად ორიენტირებული ადამიანები არიან. მეორენი არიან ხორცელად ორიენტირებული ადამიანები. ორივე ასეთი ადამიანი ნახავს თავისი სრულების ასრულებას აღმოსავლურ რელიგიებში. ის ვინც სპირიტუალისტური მიდრეკილება აქვს, ბუდისტი გახდება, მას ვისაც აქვს ხორცელი სიამოვნებისაგან მიდრეკილება, გახდება ინდუისტი. ეს ორი რელიგია ფაქტიურად შინაგანი გარდაქმნის მოთხოვნილებას არ ბადებს. ამიტომაა რომ ყოველთვის ჩნდებოდა ტენდენცია რომ ქრისტიანობა დააახლოვებინათ ან ბუდისტთან ან ინდუისტთან და ამის უამრავი ცდილობები იყო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.